крыло провело по земле синие кони на красной траве. Документы 20-го года. Москва. Кремль. Ленину. Дорогой товарищ, я счастлив, что этим письмом имею возможность духовно и душевно приобщиться к вам. Как и вы, я был ранен в 18-19 ასაკეთ ლოგინსა ვარ მიჯაჭული. და ვფიქრობ ცხოვრების ზოგად კანონებზე. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ უკეთ გრძნობ თავს. ვიღებ ფუნქს და ვხატავ ლამას. ბედნიერ თავისუფალ სამყაროს, სადაც ღვთაშესხმული ადამიანი მხოლოდ ძმობასა და ერთობაზე იზრუნებს. თუ მოასწარი ამ სურათის დამთავრება ასე დავარქმევ. ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე. ვიცი, მე ვერ ვეღირსები ამ ბედნიერ მომავალს. იგი იმ თაობის ხელშია, ვინც ჩვენ მოგყვება. ამიტომ გთხოვთ, დამთოთ ნება. თქვენ გიანდერძოთ ჩემი სურათი. С коммунистическим приветом, Алексей Леньков. В сентябре 2020 года стояли необычайно ясные теплые дни золотой осени. Владимира Ильича Ленина мучила бессонница. Усталый, вымотанный за день напряженной работой, он ночью не мог отдохнуть. В один из последних дней сентября Крупская настояла на приглашении доктора Обуха, старого партийного работника, которого Ленин очень любил как человека и доверял как врачу. Протелефонировав Обуху и договорившись с ним о встрече, Владимир Ильич медленно направился в свой рабочий кабинет. შეათვალიერა ბიუსტი, რომელსაც ჯვარი ეფარა. ჯვარი მშრალი იყო. ლენინს გაეღინა და წყალი დაასვა. მოქანდაკემ, რომელიც იმ დღეებში მუშაობდა მის პორტრეტზე, სთხოვა. ჯვარი სულ მუდამ ნამიანი იყო. მაგიდას მიუჯდა. გადათვალიერა პრავდის პირველი გვერდი. და კიდევ ერთხელ წაიკითხა ალექსეი ლენკოვის, აი იმ ახალგაზრდა მხატვრის წერილი, წინადღით რომ მიიღო. გამარჯობა, ვაჯიმელიჩ. ვაჯიმელიჩ. გამარჯობა. გამარჯობა. რა მოხდა? როგორ არის? გამარჯობა. მაპატიეთ რომ შეგაწუხეთ.
მე ვიცი თქვენ ახლა ნამდვილ ავად მყოფებს უფრო სჭირდებით. მაგრამ რა ვქნა, ჩემმა ცოლმა და დამსული ამომხადეს. მოსვენება არ მოგისცემს. კი, მაგრამ რატომ შეშდებით? ჩვენ დავსხდეთ ვისაუბროთ. თქვენებიც მოისვენებენ და ალბათ ჩვენც მოგასვენებთ. მე თქვენს მოსვენას არ ვაპირებ. ეს გვიარდი ნახოთ, სად არის ან როგორ არის? ზუსტად იქ არის, სადაც 2 წლის წინ დასწავლე. ცოტა ზემოთ. აი, ეს აქ. აი, ზეგი ძალიან გაწუხებთ. ვაზიმეროვიჩ, მითხარით რას უჩივით მარტო უძილობას თუ შეიძლება უძილობას ჩემიანები ასდებიან. დიდი ხანია დღეში. დიდი ხანია. სხვათა შორის ადრე შეგეძლოთ ამ საიდუმლოს გამხელა. თავის კრივნები ხომ არ გაწუხებთ? ყველაზე უსიამოვნო სწორედ ეგ არის ხო? აი ესეთი შეგრძნება ხომ არ აქვს? თითქოს სალტეს მიჭერენო და შემდეგ თვალებში თვალებშიც მიგნელდება ხოლმე. მაჯამა ჩვენეთ. რა ცუდად არის ჩემი საქმე. ჩაიცვით. გაულის ხანი და იქ მეუბუხი ხელს მოაწერს ლენინის გარდაცვალების სამწუხარო ქაღალდს. ამ დილასაც გაიხსენებს თვალსრავლიანი, როცა მიხვდა რა მოხდებოდა მომავალი უბედურების პირველ სიმპტომებს. შესანიშნავია იქ მოუბუხმა ყველაფერი გააკეთა, მაგრამ 1921 წლის დეკემბერში ლენინმა ისეთ ცუდად იგრძნო თავი, რომ შვებულება აიღო. ვლადიმერ ალექსანდროვიჩ, მითხარით, რამდენი დამრჩა? რამდენი სჭირდებათ? რა ვიცი. როგორ გონიათ რამდენი სჭირდება აი ყველაფერ ამას? ცხოვრობთ, ოღონდ ქრისტიანულად. კეთი. ყველაფრისათვის და იმისათვის, რომ ლურჯ მაცხენებმა ინავარდონ წითელ ბალახზე, მე მჭირდება 25 წელი. რა ბევრი მომივიდა? აბა ერთი წუთი. აი ასე დახარეთ თავი. ასე. თვალები მაგუ კიდე. თქვენ აბსოლუტურად არასწორად ჩემს მოთხოვნებს. როცა უნდა გავიაროთ თქვენი სახლის წინ ფანჯარაში ყოველთვის შუქი ანთია. წუხელის ღამის 12 საათზე თქვენ თავისუფლად შეგეძლოთ გეტყვათ, რომ შესრულდა თქვენი 8 საათიანი სამუშაო დღის მე-16 საათი. თქვენ ცდებით წუხელი მე კონცერტზე ვიყავ. კონცერტზე კი იყავით, მაგრამ როდესაც ხალხმა ოვაცია გაგიმართათ, მაშინაში დაბრუნდი და ღამის 3 საათამდე მუშაობდით. თქვენ ხომ შესანიშნავად იცით რატომ დავბრუნდი მეწუხელ კონცერტიდან შინ, იმიტომ რომ უტაქტო გაუნათლებელი მაყურებელი გვყავს. შალაპინი უკვე სცენაზე იდგა, წუხე. შუა სცენაზე. ისინი კი ყვიროდნენ გაუმარჯოს ლენინს. მე თან გეკითხებით, ვინ მისცა მათ ამის უფლება? შესანიშნავად მოიქცა შალაპინი, როდესაც სცენა მიატოვა და კულისებში შევიდა ახია მაგაცზე. მე ის გადამრჩენოდა, რომ შინ დაბრუნებულიყავი და შემდეგ ბოდიში შემეთვალა შალაპინის. კარგი, გუშინ ვერ დაისვენეთ, ეს გასაგებია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ თუ არა გაიცნოთ ერთი თავისუფალი დღე. ერთი თავისუფალი საღამო. ვერ გავიგე რა, ასე ცუდად არის შევისე. საკმო.
იცით რა, თქვენ გეგმა ზომიერად იკლავთ თავს. აი ცურობა კი არა, თქვენ უნდა მიქცენ პასუხისგებაში. სახელმწიფო ქონების ესე იგი საკუთარი ჯანმრთელობის ასე გახდა უბედაკეთ. მე არ მესმის, რას უფრო ბევრს იმუშავებთ, უფრო მეტად დაიღებთ. და რას ეკვირველი ნაკლებს გააკეთეთ. არა იცით რა, უბრალოდ მე შინია რომ ვერ მოვასწრე. რაზიანის ადრეთ. აი მითხარით რა არის ეს? თქვენ გესმით თუ არა, რომ მე ვალდებული ვარ ვიცოდე რამდენი დამრჩა. გიმძიმთ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. გიმძიმთ. გასაგებია, მაგრამ რა ვქნა, ჩემს სულს და დას ხომ ვერ შევეკითხები. თქვენ ექიმი ხართ, როგორ ამაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. რატომ მეცნიერება შეუძლია თქვენს გამოცდილებას? თქვენ ხომ თითქმის ყველაფერი იცით ჩემს შესახებ. ვარ 50 წლის მეცნიერება ყველაფერს ვერ ჩასწვდება. ეს არ არის საკითხისადმი მარქსისტული მითქმა. რაშვა შეხვდათ მარქსიზმი, შეხვდა მარქსისტებს. მათ მემოველაპარაკები, მე არ მესმის თუ არა გაქვთ ელემენტარული ვაჟკაცობა, რომ გულწრფელად მითხრათ რამდენი დამრჩა. დაგით გეტყვით. თქვენ ჯერ 50 წლის ახართ. ჯანღონით სავსე. იცით რა, მართლა რკინის ჯანმრთელობა ქონიათ ამდენ თათბირებს რომ უძრებ. ჩვენ უნდა შევცვლოთ ეს რეჟიმი, სხვანაირად არაფერი გამოვა. თქვენ შესანიშნავად იცით რომ ეხლა მე ამის გაკეთება არ შემიძლია. არა, ფასმენ ნიშნე არაფერი არ ვიცი. და არაფერი არ უნდა ვიცოდე. თქვენ არაფერი არ იცით და არც არაფერი არ გინდათ იცოდეთ. სამოქალაქო მითხეს თუ ხვალ უნდა დამთავრდეს. ყირიმში ვრანგელია. დასავლეთით პოლონელები გვიტარებენ. ამ რიგაში ზავის საკითხები წყდება, მაგრამ პოლონელები რიგასა და ბელორუსიას მოითხოვენ. ქვეყანა გაპარტახებულია. პროდუქციის წარმოება კატასტროფულად შემცირდა 72%. მიტოვებული ქარხნები, მიტოვებული მინდვრები, მიტოვებული ოფქროვლები, ქალაქში შიმშილობს. სოფელი სულ ზღაფავს სასულთათო გაწერისამ. აინებენ კრასინის დეპეშა ლონდონიდან მივიდა. წერს 100,000 გირვანქა სტერლინგად გავყიდე, ბეწოულია და მეკითხება რა ვიყიდო. ჩვენი ნარკომები ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთს ხოცავენ, თვისით, ღამით, შინ გარეთ, მოსვენებას არ მაძლევენ. აინებენ სიაც, რა უნდა ვიყიდოთ უპირველეს ყოვლისა. ხორცის კონსერვები, ბურსნები, 1000 დასახელებაა. ყველა ჩემგან მოითხოვს პასუხს. ყველა თავისებურად მართალია. კიდევ გავაგრძელო? არა, არ არის საჭირო. აი ხომ ხედავთ რა დღეში ხართ. თქვენ უნდა მიხედოთ თქვენ თავს. როგორ ვლადიმერ ალექსანდროვიჩ? ყოველი უქმე დღე სულთა ჰაერზე უნდა გაატაროთ. ისე ირნეთ, ინადირეთ. ვინადირო? კარგით, იცით რა, ჩვენ მოდით ასე შევთანხმდეთ. მე შეძლებს და გვარად ყველა თქვენს მოთხოვნას შევასრულო. მაგრამ თქვენ ჩემს მოთხოვნებს არ შეასრულებთ, მე პოლიტბიუროს მივწერ. თქვენ ამას არის? ვიზამ! ვიზამ, იცოდეთ ვერ გეხუმრებით. ნატაშა! რა გვაქვს დღეს? რა გვაქვს დღეს? 12 საათზე რუსეთის დეპეშათა სააგენტოს კორესპონდენტი მოვა დოლგოვი. ვინ? დოლგოვი? დოლგოვი დაბრუნდა ლონდონი. დიახ, ლონდონიდან დაბრუნდა. 12 საათზე, სწორედ. ვაზიმერ ალექსანდროვიჩ, დოლგოვი დაბრუნდა ლონდონი. კარგი ხა? პირველ საათზე სხდომაა დანიშნული. რა სხდომა? რა სხდომა? სახელმწიფო აპარატის შემცირების თაობა. არა, ვინ არის ხდომა? დღენის არ შეუძლია, ბოდიში მომხადეთ. კარგი, ვაზიმერ ალექსანდროვიჩ. 20 საათზე ნარკომების თათბირია კრასინის ფულებთან დაკავშირებით. არაფერი ვაზიმერ ალექსანდროვიჩ. მე რომ დეპეშა გაჩვენით კრასინის ფულებთან დაკავშირებით თათბირია 2 საათზე, მაგრამ მე არ წავალ. გადაეცით რომ ხვალისთვის გადადონი. ბოდიში მოუხადეთ, მე დასრება არ შემიძლია. ჩაიქცა. უკაცრავად ნატაშა. 18 საათზე ამხანაგი კლარაც ატკინი უნდა
შემოსულიყო. მაგრამ როგორც თქვენ შეუთავსით შინგეწევათ, დიახ. სამხანაგი ბრიუხანოვი. რა ბრიუხანოვი? ეხლა გითხარით, რომ მომავს დავკავშირდეს. სახელმწიფო გამომცემლობის დელეგაცია. აი, სახელმწიფო გამომცემლობის დელეგაცია ლუნაჩარსკის დაუდავდა. ლუნაჩარსკის. ნატაშა, რა გძელი? კომკავშირლებმა დაერქეს ზეკადი. რა უნდა? ძალიან თქვენ მიყოსო, ხალ მესამეწლეობას ხსნიან. და უნდა თქვენ თქვენ სიკვდით გამოგვიდე. ხვალ სიტყვით? დიახ. მაგრამ რომ ვინცით საკაში რა ამბავია, ხელჩართული ომია. ხა გვიამბეთ რაშია საქმე რაზე ომობენ? ვერ გაარკვიეს რა უნდა ერქვათ. ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირი თუ კომუნისტური ახალგაზრდობის კავშირი. ერთი ამიხსენით რა განსხვავებაა? ბრძანებთ ამაზე იმდენი ქაღალდი დაიხარდა. ნატაშა იცით რა, მაგოთ. თქვენ შესანიშნავად იცით, რომ მე ასეთ საკითხებში მართლა ვერ ვერგო. ორგ ბიუროს დავკავშირე. იმათ რომ თქვენი აზრი ნატაშა, ორგ ბიუროს. გესმით? კიდევ ვიღაც საპოჟნიკოვაა, მოსკოვის საბჭოს თანამშრომელი. ვინ? საპოჟნიკოვა 38 საათით დაპატიმრებას უპირებენ, უსამართლოდ მეცევიანო ამბობს. თქვენ თურმე მიტინგზე გაგიცნიათ და ახლა დახმარების იმედი აქვს. რა გვარია? საპოჟნიკოვი. არა მაგალითად. იცით რა, გადაიცით რომ დავკავშირდეს მოსკოვის საქალაქო საბჭოს. ხო, მართლა, ინახამ დამავიწყდა. ნატაშა იცით რა, ძალიან გქონდ რომ დღეიდან საღამოს უკვე ნუღარაფერს ნუღარ დავნიშნავთ, იმიტომ რომ მე უნდა ვითევზაო და ვინადგინო. უკაცრავად, ისე დიახ, ყოველ დღეს საათ ნახევარს ვისე. რატო? შეიძლება მე? მარტო. გასაგებია. მოდით აქ. დაურეკეთ ლუნაჩარსკის უთხარით აუცილებლად დამიკავშირდეს. დაურეკეთ ციურუპას და უთხარით რომ დღეს აუცილებლად მოიტანო. თუ თქვენ ჩემს მოთხოვნებს არ შეასრულეთ, მე პოლიტბიუროს მივწერთ. კარგით, მისერეთ. თქვენ შესანიშნავად იცით, რომ მე ამას არ გავაკეთებ. მაგრამ არაფრის. დაურეკეთ ციურუპას და უთხარით დღეს აუცილებლად მომიტანო სახელმწიფო აპარატის შემცირების მასალა. დამიკავშირდეს კიროვი. 3 საათისათვის შეუკვეთეთ ჯერ დასავლეთის ფრონტი, ხოლო შემდეგ სამხრეთის ფრონტი. საქალაქო საბჭოდან გამოითხოვეთ საბუთები ვრანგელის შესახებ და 4 საათისათვის ამ საკითხთან დაკავშირებით დანიშნეთ თათბირი. თუ რიგამ დარეკოს, სადაც არ უნდა ვიყო მიპოვეთ. საბჭოების სახლში მე-16 ოთახში ჩაიწერეთ. დაბინავდა გლეხთა წარმომადგენელი ურალიდან. დაუკავშირდით, შეუთანხმდით მისთვის ხელსაყრელ დროზე და შემახვედრეთ. დღეს მეთოდია. დღეს არ ხვალ. თუმცა რატომ ხვალ? დღეს საღამოს. დღეს საღამოს თქვენ უნდა გაისეირნით. ნატაშა იქნებ დღის პირველ ნახევარში მომიხერხო. ნატაშა ერთით. აიცით მე აქ ერთი წერილი მივიღე. ვიღაც ახალგაზრდა მხატვარია ხატავს თურმე. ძალიან გთხოვთ დაადგინეთ ვინ არის და ხომ არაფერი შევდება. ოღონდ ხმაურის გარეშე. კიდევ ერთი ნატაშა. ნატაშა ძალიან გთხოვთ. აი ამ ფანჯრებს ეს ფარდები გადადიეთ რომ თორე რაღაც სული მეხუთება და მარტოობის გრძნობა მეუფლება თითქოს სათაბურში ვიყო. Документы 20-го года. Западный фронт.
начальнику особого отдела 15-й армии. Рапорт. Находясь на нелегальном положении в расположении войск противника, 19 сентября я стал невольным свидетелем казни 3 девушек, о чем мы сообщаем. Около 10 часов вечера все население станции Ясского Петровского уезда было согнано солдатами на площадь, где в свете фар английских грузовиков у стены школы стояли, поддерживая друг друга, приговоренные. По их внешнему виду и состоянию стало ясно, что они подвергались физическим издевательствам. На вопрос офицера, командовавшего демократическими палачами о последнем желании, все трое изъявили желание специнтернационала, в чем им было отказано. Тогда они назвали песню «Смело, друзья, не теряйте». Во время исполнения песни в толпе слышались слезы и причитания. Испугавшись возможных последствий, офицер оборвал песню залпом. Все попытки узнать имена казненных не увенчались успехом, так как в данной местности они неизвестны и доставлены были сюда только на казнь. Стонет и тяжко вздыхает бедный наш русский народ. Руки он к нам простирает, нас он на помощь зовет. Больше ничего по данному вопросу, глубоко пережитому мною лично, сообщить не могу. В чем и расписывают. Богданович. Резолюция. В архив хранится вечно. მშვიდობიანი თანაარსებობა ყველა ერის ხალხებთან, რომლებიც ახალი ცხოვრებისათვის მიგვიძებენ. როგორ იქნება ჩვენი დამოკიდებულება ამერიკასთან? მშვიდობიანი, თუ ამერიკელი კაპიტალისტები ხელს არ გვახვერენ, არ ჩვენ შევეხებით. პოლონეთის საკითხი? პოლონელები კიევიდან ვარშავამდე გავრეგეთ, მაგრამ შემდეგ გარდატეხა მოხდა და უკან დაიხიეთ. ეხლა კი დიდი იმედი გვაქვს, რომ რიგაში ზავზე შევდივართ. ვლადიმერ ილიჩ, შეიძლება გულახდილად ვილაპარაკო? შეიძლება კი არა, აუცილებელია. ვლადიმერ ილიჩ, მე ახლა ხარ დავბრუნდი ევროპიდან. თქვენ იცით იქიდან, როგორ მოშანს აი ეს თქვენი ზავზე ზრუნვა, ხვეწნა და მუდა. როგორ შანს დროა საჭირო, რათა ხალხი მიხვდეს, რომ ერთი მშვიდობიანი დღე გაცილებით მეც მისცემს სოციალიზმის მშენებლობას, ვიდრე 10 დღე თუნდაც ძლევამოსილი ომის. არა, ვლადიმერ ილიჩ, ძლევამოსილი ომი ეხლა თვალუწვდენა ლუსარმაზა ჰორიზონტებს გადაკავშირი და თელს ევროპაში. რამდენი წლის ახლა? 23-ის. ძლევამოსილი ომი, ახალი ჰორიზონტები.
ერთად დაღუპვა ნგრევა შიმშილი. უპატრონო დატოვებული ყანები. ობლობა. თავარი ხომ საბოლოო შედეგია. გამარჯვება და თანაცრობული. რატომ ზუმხარ? ჰა? იმაზე ვფიქრობ, რა სისხლის ფასად გვიჯდება ეს გამარჯვება. ეს ფიქრი არ მასვენებს მტანჯავს დღისით თუ ღამით. არა. კრასინის ფული ჯერ არ გაგვინაწილებია, ხვალით ათბირებენ. მოკავშირედ არ გამოგადგები, თვითონ გაანაწილებ, დიახ. იმედი გვაქვს სამართლიანად გაანაწილებ. რა მოქანდაკე? ლუნაჩარსკის სინდისზე. ისარქმარა, რომ საათობით გაუმძლევლად უნდა ნიშნე, რაც ჩემთვის აბსოლუტურად აუნდარებია. ახლა თუნდაც წყალიც უნდა ვასხა საკუთარ ბიუსტს, თიხარო მარგაში. იცოდეთ ამას არ გაპატიებთ. სულს ვიძიებ, დიახ. კარგი, შეთავ. ახლა ახლა მითხარით, როგორ გამოიყურებით ევროპიდან? რას ამბობენ ჩვენზე? მეგობრები, რას ფიქრობენ? გული უნდა დაგწყვეტოთ ვლადიმერ. ცუც ფიქრობენ. ცუც ლაპარაკობენ. და რაც თავი აი ცუც წერენ. რატომ? აი როგორ გითხრათ? დაახლოებით საერთო სურათი ასეთია. აი, ინებენ. ბოლშევიკებმა თავიანთ ინტერნაციონალურ მოვალეობას უღალატეს. სოფლიო რევოლუცია იგუდება. ევროპის გასაბჭოებას უყურებენ როგორც მშვენიერ, მაგრამ განუხორციელებელ ოცნებად. გაუთავებლად გვადანაშაულებენ სიმხდალეში და ძალიან ძნელია, იცი, ყველაფერზე ამაზე თავი იმართა. ესე იგი, ვლადიმერ ილიჩ, მაპატიეთ, მაგრამ აი თქვენ ინტერვიუთი მე ვერაფრით ვერ გავაგებინებ ევროპელ მუშას. რატომ გაჩერდა გერმანიასთან და ვარშავასთან წითელი არმია, როდესაც ევროპაში ბურჟუაზიული მთავრობის დასამხობა სულ ერთი პატარა პიცკი იყო თორემ. ვლადიმერ ილიჩ, ამბიგაში ზავის ნაცვლად. გადაგვეჯგუფებინე ეს ჩვენი ძალები და შევჭრილიყავით ევროპაში. თქვენ წარმოგიდგენიათ რა დააფევდა იქ პუდიონის ხელოსანი წითელი არმია. ეს თქვენი აზრებია თუ? ჩვენი მეგობრების აზრები. და მე მათ ვეთანხმები. დიახ, ვეთანხმები. ვლადიმერ ილიჩ, მე ახლა ჩამოვედი ინგლისში. თქვენი ციფრი მუშა კომუნისტებს როგორ იჯგუფია. სად არიან? აი თუნდაც ხვალვე დაიწყო რევოლუცია, მაგრამ არა ყავს ხელმძღვანელი. ჩვენ ხომ შეგვეძლო რომ ამ ხრივ რაღაც ელემენტარული დახმარება გაგვეწია მათთვის. ყველაფერი ვიცი. ვიცი რომ თქვენ ინგლისელმა კომუნისტებმა თხოვნით მოგმართეს რომ მოგეწოდებინათ რევოლუციისაკენ და თქვენ უარი შეუთვალეთ წერილობით. მე გულწრფელად გეტყვით რომ თავდაპირველად ვიფიქრე რომ საკითხი კარგად არ შეუსწავლია. ესე ვიფიქრე, მაგრამ როდესაც აქ ჩამოვიდი ყველაფერს მივხვდი. რა ანგერესებს აქ ხალხს მოსკოვში? ყველაფერი 1000 წლიანი ხორცის კონსერვები ვურცმელი და ამავე დროს ევროპის ციხეებში ყიდიან ჩვენი ძმები, მუშები, რომელთაც წინაშე ეყვა მხოლოდ წითელ არმიას. ჩვენი ბრალია რომ ბოლომდე არ უერთგულეთ რევოლუციას. და მე ვიცი მიზეზი შეიძლება მოგახსენოთ. ბრძანეთ. ეცოდი. ძველი გვარდია გადაიხალა, ვლადიმერ ილიჩ. 1000 ჭრილობები, გადასახლებები, კატორღები. თქვენ რა გონიათ რა ადამიანის შესაძლებლობებსაც აქვთ? საჭმელი. თქვენ ფიქრობთ ამაში? ამაშია საქმე. დიახ, ამაში. ახალგაზრდობა იმიტომ არ ფიქრობს სულ სხვანაირად. მე სხვათა შორის აქეთ რომ მოვდიოდი გზაზე გამიმართა, იცით? ამ ყრილობის დელეგატებს დავემგზავრე მატარებელში. თქვენ იცით ისინი რაზე ოცნებობენ? ისინი ოცნებობენ, როდის გამოხვა თქვენ ტრიბუნაზე და როდის იყვით, გვეყოთ ამდენი ლაკლაკი თათბორი თათბირი ლაპარაკი წინ ყველანი ვარშავის ფრონტზე პოლონეთის გასანთავისუფლებლადო. ყველანი მობილიზაციაზე ოცნებობენ. თქვენ იცით რა ახალგაზრდობა მოდის, ვლადიმერ ილიჩ? აი მართლა ხვალყრილობაზე ხომ უნდა მოხვიდეთ, სიტყვით უნდა გამოხვიდეთ. სამწუხაროდ დრო არ ამაქვს გადაუგებელი საქმეები. მაგრამ საშა
მოვუწეთ რომ გავერგოთ. გამოვლებით. აი თქვენი ტონი მე მომწონს. თვალებიც. მაგრამ აბადიეთ და იმდენ სისულელეებს ჩმახავ. მე ამწენია, თქვენ გაგწევთ. სოფლიო რევოლუციის იდეა ჩვენთვის უაღრესად ძვირფასია, მაგრამ ევროპის გასაბჭოება წითელი არმიის შემწეობით ეს რევოლუციური ავანტურაა და მეტი არა. ჩვენ ვერავის ვერ მოვახვევთ თავზე სოციალიზმის ხიშტებით, აი სულ სხვა საქმეა, როცა ვიცავ სოციალიზმის ხიშტებით. რევოლუცია ექსპორტს ვერ ეგუება, იგი უნდა დაიბადოს, კანონზომიერად უნდა გაჩნდეს. და თუ იმეს გონია, რომ ხალხის გარეშე ხალხის ნებისა და სურვილის საწინააღმდეგოდ სხვების ხიშტებით და დაუნდობელ რევოლუციონერთა დახმარებით ხელში შეიგებს ძალაუფლებას. ძალიან ხალხი. მეტის მეტად ხომ არ აღმერთებთ ამ ხალხს ვლადიმერ ილინი. ისინი თქვენ ხალხი დამხო თქვენ შუაზე სამართავ ობიექტად წარმოგიდგენთ. რა თქმა უნდა, ვლადიმერ ილინი, მე ხალხი დამყო ჩვენ შუაზე სამართავ ობიექტად. რატომ გავიმარჯვეთ 17-ში? რატომ გავიმარჯვეთ 17-ში, თუმცა ჩვენ ძალიან ცოტანი ვიყავთ, სულ რამდენიმე ათასი, მაგრამ ხალხი იყო ჩვენთან. მილიონები, აი ამაშია ჩვენი ძალა. უძლეველნი ვიქნებით, ვიდრე ხალხი ჩვენს მხარეზე იქნება. საშა, კომუნისტისათვის ხალხთან კავშირი წმინდათა წმინდა რამაა. გაწყდება ეს კავშირი და ყველაფერი დაირღვევა. აქეთ ჩვენ დავშევით იქ ხალხი და აი მაშინ ნახეთ რა უბედურება დატრიალდება. ამიტომ ეკრინებეთ და ხალხს ნუ განუდგებით. თუ ხალხის პარტია ხართ, უნდა გამოხატოთ მისი ღვიძლი ინტერესები. კეთილინები და მხარში ამოუდექით, ნუ განაპირდებით, გაიგეთ როგორ ცხოვრობენ ადამიანები, მოიპოვეთ მათი ნდობა და რაც მთავარია იყავით გულწრფელი, სიმართლე პირში უთხარით, არ მოაწყვეტ. ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ერთ საკითხვაზე მიპასუხეთ. მაშინ რაღაცში მდგომარეობს ჩვენი ინტერნაციონალური მოვალეობა. ავაშენოთ ჭეშმარიტი სოციალიზმი, აი სოფლიოს დავანახოთ ჩვენი იდეების სიკეთე, დავამტკიცოთ სოციალიზმის უპირატესობა პრაქტიკული მიღწევებით, აი ესაა მთავარი. მაშინ სხვა ხალხებიც გაიღვიძებენ და მხარში ამოგვიდგებიან. აი რა არის სინამდვილეში ინტერნაციონალიზმი. მაგრამ თუ ისე აშენეთ, როგორც ახლა ნელ-ნელა და წვეწვეთობით, ეს არასოდეს არ დამთავრდება. თქვენი სიტყვებით ლიტონ სიტყვებად დარჩება. მე რა შეასაქმე ნატაშა? მასალები ამ რამდენ? რიგიდან ხომ დაულეგია? საბოშნიკოვას ძალიან ბევრი ველაპარაკე, მაგრამ მაინც სტილი. ეს თხოვეთ ამ თანაბებს მოსკოვის კომიტეტიდან გულისხმიერად მოეკიდო. მე უკვე დავრეკე. და კიდევ ერთი. თუ არ გაგიძნელდებათ, იშოვეთ ჩაიდანი ასეთ ცივი წყლით და დაასხით ლენინს გახურებულ თავზე. მე ვახცენებ. სოციალიზმის შენების დასაჩქარებლად ჯობდა ვლადიმერ ილიჩი ყველაფერს. უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენ სამხედრო იძულების მეთოდი გამოგვეყენებთ. გაიგეთ, ვლადიმერ ილიჩი, ეს ადამიანის აღმაცი ცხოველია, არ მუშაობს ამ ბრძანებისა და მითითების გარეშე. სხვათა შორის იცით, ტროცკი იმაშიც მართალია, როდესაც ამბობს, რომ თავისუფალი შრომა მხოლოდ ბურჟუაზიული წყობილების დროს არის მწარმოებული. გაიჯერეთ, ვლადიმერ ილიჩი, რომ შენებისათვის იძულება საუკეთესოა იდეალური მეთოდის შენებისა. კომუნიზმის შენებისა. აი ესეთი კომუნიზმის შენებისათვის მარქსმა კაზარმული კომუნიზმი რომ უწოდა. რა სიტყვებზე მეტყვით, აქ თავი ასე იგი თქვენ გინდათ შექმნათ კაზარმა, სადაც ადამიანებს კეტი თამუშავენ. არ ვიცი. სადაც ხალხი მხოლოდ სამშენებლო მასალა, უსახელო, ინერტული. სადაც უარყოფილია პიროვნება, ნიჭისკი ეშინია და ცდილობენ ჩაკლან, გაანადგურონ. აქ უარყოფილია კულტურა და ზნეობრივი სიმდაბლე და განუკითხაობაზე იმობს. გამაგებინეთ რა კავშირში ასეთი კაზარმა კომუნიზმს. მე სულ სხვა რამე მქონდა სხვას ვეღაფერს ააშენებთ თქვენი იდეალური ხერხებით. თუ შესანიშნავი იდეა უვარგისი ხერხებით განხორციელდა, იცით რა გამოვა? ხალხი იდეებში დაედგება, იდეებს შეაქცევს ზურგს და არა მეთოდებს. პირდაპირ გაგვირებული ვარ, საიდან გაქვთ თქვენ ხმაწვილკაც ასეთი ქედმაღლული, აგდებული დამოკიდებულება ადამიანებისა. ნივთივით ეპყრობით. თუ
კომუნისტისათვის ადამიანი ნივთია. ზარმაცი პირუთი მაშინ ყველაფერია შესაძლებელი. სოფლიო რევოლუცია წითელი არმიის შემწეობით და იძულებითი კაზარმაც კეტის დახმარებით. ძალიან გაგაბრაზა. ყველაფერი რაც თქვენ ახლა ბრძანებთ. არ ვიცი, მე უნდა დავფიქრე, არა, კი არ უნდა დავფიქრე, ყველაფერი ეს უნდა გადავხარშო. მაგრამ მე მაინც ბოლომდე გულწრფელი ვიქნები. თუ არ დაგეთანხმებით მე ჩემი რადიკალურად საწინააღმდეგო მოსაზრებების გამო მე დავწერ განცხადებას და წავალ ჩემი თანამდებობიდან. გიმნაზიიდან გამომიცხეს როგორც პოლიტიკურად არასაიმ. მე ჩემით ასე რაც ვისწავლე ის. ამიტომ თქვენ უნდა ისწავლოთ ახლავე, სასტრაფოდ, დაუყოვნებლივ. თქვენ უნდა გახდეთ კომუნისტი. რასაბოთ ვლადიმერ ილიჩ, რაც მე 1915 წლიდან პარტიის წევრი. რატომ საქმე საფრთხეზე რომ იქნეს მე უფრო უნდა მწყენოდა. მაგრამ რამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობ. ჩვენი ენები გამცინიებილებთ. შეყვარებული ხარ. მაგრამ ყველაფერი რაც თქვენგან მოვისმინე, თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. ბოლშევიკს და ისე უბრალოდ ადამიანური თვალსაზრისითაც მიუღებელია და ამორალური. რატომ? იმიტომ რომ ადამიანებთან ურთიერთობის ერთადერთ საშუალებას ძალადობას მიიჩნევ. კი, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ამ ძალადობაზე უარი არ გვითქვამს და არც მომავალში ვაპირებთ მემჯოლი. ჩვენ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვართ, თუმცა ზოგჯერ მიმართავთ ხოლმე მას ისევ და ისევ ძალადობის დასათრგუნავად. მოძალადეების დასათრგუნავად არა ხალხზე ზემოქმედებისა. თქვენი შეხედულება ამ საკითხისადმი ამორალური. ცოდნის შეძენას აზრი არ აქვს. ზნეობის გარეშე, კომუნისტური მორალის გარეშე, რადგან ცოდნა თუ მორალს არ ეყრდნობა, პროფესიულ კრეტინიზმს ბადებს. ეს მარქსის სიტყვები. Вышла утром на крыльцо, поит мне Савося, в нашей партии дельцов много развелося. Документы 2020 года. Отчет о вечере вопросов и ответов «Молодежь и культура» в клубе РКСМ городского района города Москвы. Вопрос. Как у нас сейчас обстоит дело с культурой? Ответ. С культурой у нас, товарищи, обстоит очень хорошо. Мы разрушили старый мир, на его обломках идет строительство величественного дворца труда и свободы, составной частью которого является классово чистая пролетарская культура. Вопрос. ეს არის კულტურა, რომელიც პროლეტარიატმა შექმნა. პროლეტარიატი ახლა თავისი წრიდან გამოხობს მხატვრებს, მწერლებს, პოეტებს, მუსიკოსებს, ის სხვათა შორის მსურველებს შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩვენთან კრების დამთავრების შემდეგ. მაგრამ ჩვენი წრიდან გამოსული მწერლები, პოეტები და მუსიკოსები თავიანთ შემოქმედებაში დამოუკიდებელი უნდა იყვნენ.
თავი უნდა დაიცვან ბურჟუაზიული მწერლობის მავნე გადმონაშთებისაგან. ამ ხანაგები, აბა წარმოიდგინეთ მუშა, რომელიც დაეუფლება ფუნქციან სიტყვას. მაშინ ის შეძლებს უშუალოდ გადმოქცეს თავის შთაბეჭდილებები. აი ინტელიგენტი კი პირად განცდებს კი არ ასახავს. არამედ ასახავს თავის შთაბეჭდილებებს. დასჯას თან გომი მუშის განცდებზე. ნუ გამაგებინეთ, რაში ვკივდება ჩვენს განცდებზე სხვისი ახსნა განმარტებანი. ახალი პროლეტარული კულტურა შეიქმნება და უნდა იქმნება მუშათა კლასის მიერ წარმოებისაგან მოუწყვეტლად. აქედან დასკვნა პროლეტარული კულტურას წარმატებით მიჰყავს საქმე იქამდე, რომ პროფესიონალი არქიტექტორები შეცვალონ მშენებელმა მუშაკმა, მხატვრებმა, მუშა მხებაებმა, მწერლები და პოეტები მუშა მწყობებმა და ამკინძველებმა. მაგრამ რა უყოთ წარსულის კულტურას? დროა ამხანაგებო შევიგნოთ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ კლასობრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად სუფთა კულტურა, ყოველგვარი მიბაძვებისა და გავლენებისგან თავისუფალი. სწორედ ამით აიხსნება ჩვენი დამოკიდებულება წარსულის კულტურასთან. ჩვენ მას უარყოფთ გადაჭრით და ულაპარაკო. თუ ჩვენ ახლა როცა ჯერ კიდევ მხარდაჭერა თერზე ოდნავ ლაინს დაუშვებთ ჩვენ სიახლოვეს წარსულის კულტურასთან, მაშინ პროლეტარიატი კი არ გამოიყენებს წარსულის კულტურას, არამედ წარსულის კულტურა გამოიყენებს ჩვენთვის მიუღებელ იდეების განხორციელებაში. რა დაგემართება თქვენ თუ საკითხავთ ჩაუჯექით ავიღათ ტურგენელებსა და ტოლსტოევს, ჩეხოვებსა და დოსტოევსკის და მათ წრემლიან მეშამურ კომპლექსებს ეძებთ. მათი თქვენი შეგნება მოექცევა ამ ადამიანთა გავლენის ქვეშ, რომლებიც უცხო კლასის ნაშიერნი არიან და დაიწყება პროცესი პროლეტარული ხასიათობის ხელახლა გადაფასებისა და თქვენ მომავალი საზოგადოების მშენებლობისთვის წინვალე საამშენებლო მასალა სამუდამოდ დაიწყება. მოითმინეთ! მე და სწორი იქნება ეს მარქსიზმის პოზიციებიდან. აბსოლუტურად სწორი. ჩვენი მარქსისტების დამოკიდებულება წარსულის კულტურასთან შესანიშნავად გამოხატა ჩვენმა პოეტმა ამხანაგმა კირილოვმა. ჩვენმა პირველმა ცოცხალმა პროლეტარმა კლასიკოსმა. აბა ყური დაუგდეთ ამ სტრიქონებს. Во власти мятежного. Пусть кричат нам. Ай, молчи, красоты! Во имя нашего завтра! Сожжем Рафаэля! Разрушим музей! Растопчем искусство цветы! კი მაგრამ როგორ გავიგოთ სასკომსკოს დეკრეტები ისტორიული ძეგლების დაცვის შესახებ? ამბობენ თვითონ ლენინმა შეადგინა სიათუ ვის დაუდგან ძეგლი ძველი თაობებიდან და ვისა? რა, პროლეტარული კულტურის საკითხი ჩვენს პარტიულ წრეებსა და ზემდგომ ორგანოებში ჯერჯერობით არ სარგებლობს სრული აღიარებით. პირდაპირ უნდა გითხრათ, ზოგიერთები უბრალოდ ვერ გვიტანენ. ნუ მაგრამ იმედია რომ მალე იდეურად მომწიფდებიან და შეიგნებენ ჩვენს ხაზს. ავიღოთ ბურჟუაზიული მწერლები მე-19 საუკუნეში. ვისაც არ უნდა სტაცო ხელი, ან გრაფია, ან მემამული. რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ მათგან? ნუ თუ თქვენ იქვითინებთ ვიღაცა ანა კარენიას, ამ სექსუალურად აღგზნებული ქალის ბედიღბალზე, გამაგებინეთ რა გაქვთ მასთან საერთო? აი, ხედავთ როგორ სწრაფად დაკარგა კლასობრივი პოლიტიკური პოზიცია. ასეთი ლიტერატურა ჩვენ არ გვჭირდება. ასეთ ლიტერატურას პროლეტარიატი ისტორიის სანაგვეში არა, პროლეტარული კულტურა ციდან არ ჩამოვარდნილა. ნუ გეშინიათ, ხარცაემ ხალხის მოგონილია. პროლეტარული კულტურის სპეციალისტებად რომ მოაქვთ თავი. პროლეტარული კულტურა უნდა შეიქმნას კანონზომიერად, კაცობრიობის მიერ საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნის საფუძველზე. აი ეს თუ არ ერთმა ძველმა მხატვარმა დახატა, შეხედეთ როგორი ტყეა, იქ მოგინდება ხოთნა. აი რა უყოთ ამ სურათს? აი ეს
სურათი ამხანაგო. თქვენ იმიტომ მოგეწონათ, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოიმუშავეთ საკუთარ თავში ხელოვნების ნაწარმოებისადმი კლასობრივი მიდგომა. დავიწყოთ აქედან. აი, რა კონკრეტული სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ ნაწარმოებს? საითკენ გიხმობთ? საით გეძახით? ბარიკადებზე? არა, ტყეში. ნადრევი ხომ არ არის სამხანაგებო ტყეში გასეირნება? არა, ამხანაგებო, ესეთი სურათი ჩვენთანავე ბრძოლად არ გამოგვადგება. ჩვენ მოგვიწევს ლამაზი ტყეების გაშენება, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა. ერთხელ და სამუდამოდ დავიხსომოთ, პროლეტარიატს ემოციები არ სჭირდება, არ ძალია ღრუბლებში საფრენად. ხელოვნებამ პროლეტარიატს კონკრეტული სარგებლობა უნდა მოუტანოს და თანაც დღესვე, ახლავე. უკაცრავად, ერთი სუთი, თქვენ არაფერი გითქვამთ თეატრზე. რა უყოთ თეატრს? ძველი თეატრი უნდა დაინგრეს. რა უყოთ კლასიკურ მუსიკას? კლასიკური მუსიკა, ანუ ბურჟუაზიული, მელანქოლიურია, თავიდან ბოლომდე გაშენებულია სპეციფიური ინტელიგენტური ფსიქოლოგით და დასამარებული ცხოვრების სერდას გამოხატავს. ასეთი მუსიკა პროლეტარიატს არ სჭირდება. ზოგჯერ შეტანილია ძველი ინტელიგენციის წარმომადგენლები. ვინ მოდიან? ინტელიგენცია, რომელსაც პროლეტარიატთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, რა პასუხი უნდა გავცეთ? უპასუხეთ, ინტელიგენცია შეაყოლე იქით, საიდანაც მოსუხა. და საერთოდ, ინტელიგენცია სჭირდებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც დაჰკარგეს კლასობრივი პოზიცია და გულუბრყილოდ ჯერათ, რომ მათი შემწეობით გაიმდიდრებენ თავიანთ სულიერ სამყაროს. მაგრამ აბადიეთ, მაგრამ იცით, ჩვენ შეიძლება მომავალში პროლეტარიატმა გვისაკვირდუროს. აი ამდენი ფასეულობა, რომ სანაგვეზე გადავყარეთ. თანაც მათ დაუკითხავთ, ამაზე გიფიქრიათ, როდესაც მე თქვენ გაგაფრთხილეთ, რომ ილაპარაკოთ თქვენი და არა პროლეტარიატის სახელი. იცით რა, მე მაინც მგონია, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ წახსულის კულტურა, მისი საუკეთესო ნიმუშები და ტრადიციები. თავს ნუ დაინაგვიანებთ თვითონ და რაღაც ახლის ძიები. პროლეტარიატს შეუძლია ინტელიგენციის საკითხი დახურულად გამოაცხადოს. დღესვე ახლავე აც და მარადის. ძალიან გთხოვთ. თავს ძალა დაატანოთ და განძრიოთ ცოტა ტვინი. Вышла утром на крыльцо, поит мне Савося, в нашей партии дельцо много развелося. ამიხსენით, ვლადიმერ ილიჩ, რა არის კომუნისტური ზნეობა? აი ერთმა მხატვარმა ნახატს, რომელიც კომუნისტს უჭუნაზე დაასწრო. ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე. მე თუ მკითხავ, თეთრი ცხენები მირჩევნია და თანაც მწვანე ბალახზე, მაგრამ თავარი არსი. მხატვარი ფიქრობს კომუნიზმზე. კაცობრიობა დღიდან გაჩენისა ოცნებობს გონების, სამართლიანობისა და მშვენიერების გამეფებაზე. ჩვენ დიდი მისია ვიკისრეთ ავაშენოთ ეს სამეფო და ყველაფერი, რაც ამ მშვენიერი სამეფოს შენებას ეხმარება, ზნეობრივია, ხოლო რაც ხელს უშლის, ამორალური. ამიტომ ჩვენ კომუნისტებს, როცა გზას ვირჩევთ, უნდა გვახსოვდეს მარქსის სიტყვები. მიზანი, რომელსაც უსამართლო გზით ვაღწევთ, არასოდეს არ არის სამართლიანი. ვლადიმერ ილიჩ, დღესვე წარმომადგენელი მოვიდა. რა მოხდა? რამ შემოგიბარათ მოსკოვში? ჩვენი მთავრობა
მთავრობის საქმეზე ჩამოვედი. მაინც რა მოხდა? არჩევნები მქონდა. მერე? ჩვენი ხალხი არჩია და თავიც დავიღუპეთ. საბჭოში მოკალავდნენ თუ არა, მაშინვე თოფებს დაცეს ხელი. შეიარაღდნენ. ეხლა გვაბურთავებენ. გაბურთავებენ? გვაბურთავებენ. ვიშველე, დაგიხსენე, ვიშველე. კი, მაგრამ რატო? რისთვის? აბა რა ვიცი. ლამის საკუთარი დაგვატოვებინა. ძლივს გამოიპარე. რომ გამიგო. სარდაფ შემოვამყოფენ. არ მესმის. ვერაფერი ვერ გავიგე. აღარაფერი შეგვარჩინეს, ყველაფერი მიაქვთ. ჯარიმაზე გვაწერენ, თავისიანებს ეხმარებიან. ხორბალი. სიმინდი აგვიწერეს და შინეზიდებიან. სკოლის აშენება გვინდოდა. ფული შევაგროვეთ, ჩაიჭირეს. ბავშვები უსწავლელი დაგვრჩა. კი, მაგრამ ეს ხალხი ხომ თქვენი არჩეულია. საუკეთესო და სამართლიანი. მაგრამ სამართლიანობისა რა მოგახსნო? უმეტესობა ქურდია და გაიძვერა. ნიკოლოზის დროს ციხეში ისხდნენ, ეხლაც იქ არის იმათი ადგილი. კი, მაგრამ რატომ აირჩიეთ? გაიძულათ ვინმე? არა, ჩვენ თვითონ ავირჩიეთ, სამწუხაროდ. სიმართლე გითხრათ, არ გვჯეროდა თქვენი ხელისუფლების. გვეგონა დიდხანს ვერ გაძლევდით. გვეგონა ისევ ძველები მოვიდოდნენ და იმ ჩვენ უფროსებს ციხეში ჩაყრიდნენ. ნაციხარები ავირჩიეთ. მათთვის სულ ერთია, შეჩვეულები არიანო ვიფიქრეთ. აი შევწდი და გვაბურთავებენ. ეს რა კარგი რამ მოხსნიათ, ახია თქვენზე. შევწდით. არ ვიცოდით, რომ დიდი ხნით იყავით მოსულები. გისმენთ? არ მცალია მე თვითონ დაგირეკავთ. აი სხვა სოფლებში ბავშვებს სკოლებს უშენებენ, ჩვენთან კი მამაძაღლობა. დიდი ხანია რაც გაბურთავებენ. დიდი ხანია. სკოლებიც არა. არა გვაქვს, არა. ეხლანდელ დროში უსწავლელი გლეხიც კი უბედურია. სწავლა ქალებსაც მოუნდათ. გოგოების ფულ გაგვიგიშდნენ. უბიცებს ვინ გვითხოვცო. შევხო ჭკვიანი კაცი ხარ. ვიშველე რამე დაგიხსენე. ისე კი რას ამბობს გლეხობა? საბჭოთა ხელისუფლებაზე. პირველად არ მოგვეწონა ბოლშევიკები. პური სულ ერთ ფაში მიქონდა და ეს რა ვაჭრობა, დღეს ბევრი გაქვს პური ყვალ ცოტა. ეხლა არა უშავს შევეჩვი. მაგრამ აი ეს სასურსათო გაწერა. სასურსათო გაწერა. სასურსათო გაწერა იმით არის ცუდი, რომ ღარიბსა და შეძლებულ გლეხს ერთნაირად ადებს ბეგარას. ეს სამართალია. თუ ღარიბი იმიტომ ქვია, რომ არც ფარცხი გაქვს და არც ქავი, სული ხომ არ უნდა ამოხადო ღარიბ კაცს. ცოტა ხომ უნდა წაახალისო, თორემ ისე როგორ გავწევ უღელს. შეშას დავჩეხავ ტეტის შიშით, მაგრამ შიშით კარმი დამოს ვერავა. შვერით კი გიშველით, მაგრამ იცოდეთ, ნაღდი ხალხი აირჩიეთ. სწორი და სამართლიანი. თორემ იცოდეთ უარეს დღეში ჩავარდეთ. მართალი ბრძანდებით, აღარ შეეცდებით. ჩაის ხომ არინებებთ? არა. დღეს შაქრიანი გვაქვს.
ნება მომეცი. შენი სახელით გლეხებს მოკითხვა გადაარჩე. და კიდევ ერთ საკითხო. წმინდა ვლადიმერს სანთელს დაუნთებ შენ სახელზე. ოღონდ იმ არამზადებისაგან ვიხსენ. დაუნთეთ. ძირობას თხოვეთ. ისმენ? ალექსანდრ დმიტრიჩ, მე თავისუფალი ვარ. თუ შეიძლება ერთი ის მასალები შემოიტანეთ შტატების შემცირების შესახებ. ახლა გიახლავთ ვლადიმერ ილიჩ. გმადლობთ. ციურუპა სახალხო კომისარი ერთი წლის შემდეგ ვლადიმერ ილიჩის თანაშემწე სახკომსაბჭოში. დიდის ჯაფისა და წამებით სასურსათო რაზმელთა სისხლის ფასად შოულობდა იგი ფულს ქვეყნისათვის. და ამ კაცს, რომელიც განაგებდა მთელი ქვეყნის სურსათ სანოვაგეს, ერთხელ სახკომსაბჭოს სხდომაზე შიმშილისაგან გული შეუღონდა. ვიღაცა იტყვის ეს პოზაო, მაგრამ ეს პოზა არ იყო. ეს მათი სურვილი იყო. ეცხოვრათ ისე, როგორც ხალხი ცხოვრობს. შეხედეთ, ვლადიმერ ილიჩ, როგორ გამოიყურება ჩვენი შტატების შემცირება. ერთი შეხედით გიგანტური ნაბიჯები გადაგვიდგა. რა მოხდა? სინამდვილეში ეს სიცრუეა და თვალისახვევა. ისევ დაიწყეთ, იგი არა კოლოსალური წარმატებები გვაქვს, კოლოსალური. აი მაგალითად კორესპონდენტები შევამცირეთ 70%. ავიატორების საერთოდ მოვსწრეთ როგორც კლასი. 100%-ით შევამცირეთ. კი, მაგრამ ასეთი რა ავიატორები ყავდა სახალხო კომისართა საბჭოში? წერებთან, მავნებლებთან მებრძოლი ავიატორები იყვნენ. მერე და სახალხო კომისართა საბჭოში ვის ანადგურებდნენ? საქმეც ამაშია, რომ არავის უსაქმურად ისხდნენ და ამიტომაც შევამცირეთ. საინტერესო. შემცირება 100%. 100%. სულ რამდენი იყვნენ? ერთი. აი ხომ ხედავთ რა შემცირებებზია ლაპარაკი ვლადიმერ ილიჩ. მომეცით მასალები. რა არის ეს? რა არის ეს რა კომბინაცია? ვამცირებთ 500 კონტროლერს და სამუშაოზე აყვავს 1200 ინსპექტორი. დიახ. ერთი ამიხსენეთ რა განსხვავებაა კონტროლერსა და ინსპექტორს შორის? არავითარი. ვერაფერს იტყვი. კარგ ხრელს მიაგენით. დიახ, აი ბრძოლა შტატების შემცირებასთან იმით დამთავრდა, რომ მარტო მოსკოვში სახკომსაბჭოში ახალ თანამშრომელთა რიცხვი 2000-ით გაიზარდა. და ამ ბოროტებას თავის სახელი და გვარი გადააყარა. თუ კი ასე ერთი მითხარით ვერავა გაცინეთ და არა იცით ჩვენ გენდეთ ჩაგაბარეთ ეს უბანი გრეგონა? იცით რა შეასწავლე? მე ეს საკითხები იცით ჩემს აპარატს გადავაბარე და მე აღარ შევამოწმე. როგორც ჩანს, იცით, ისინი დაიბნენ ამ სტატისტიკურ მონაცემებში. ახ, დაიბნენ? დიახ, დაიბნენ. თქვენ არ წაიკითხეთ ხელი მოაწერეთ, ისინი კი დაიბნენ. თქვენ გესმით თუ არა, რომ ასეთი დაუდევრობით გლეხებს ლუკმას ვარქმევთ პირიდან? მე არ მესმის, რატომ სვამთ ასე საკითხს ვლადიმერ ილიჩ? იმიტომ რომ თვითონ შტატი თვითონ ლუპა. გასაგებია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მასშტაბებისათვის ეს ხომ ნამცეცებია, განა ღირს ამაზე ლაპარაკი. ღირს? დიახ, ღირს. თუ ამ ნამცეცები თუნდაც ერთ მუშას მისდით შიმშილისაგან ღირს. და ამიტომ აუცილებლად უნდა შემცირდეს შტატები. ჩვენ ყველაფერს უნდა შევედოთ, ოღონდ ხალხის ნდობა არ დავკარგოთ. ხალხის ნდობა ჩვენი პარტიის ძირითადი კაპიტალია.
რევოლუციას, ლიტვას დავიბრუნებთ, ყველაფერს დავიბრუნებთ, აი, ხალხის დობას კი იცით რა, მე მგონია რომ თქვენ ეხლა სულ ტყუილად იშლით ნერვებს. თქვენ ხომ ხუჭავთ ხოლმე რაღაცაზე თვალს. იცით, ვლადიმერ ილიჩი, მობიერებას როდესაც ამას საქმის ინტერესები მოითხოვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეხლა საქმის ინტერესებმა განაპირობებს. მე არ მესმის, ყოველ სახალხო კომისარიატს სადავეში უდგას გამოცდილი პარტიული მუშა. თუ ისინი ხალხს იყვნენ, ესე იგი სამისო საფუძველიცაა. ძალიან მინდა მივხვდე როგორ განაპირობებს ამას საქმის ინტერესს. სიამოვნებით აგიხსნით. ერთი წუთით, ჩვენ ვამტკიცებთ დეკრეტებს. შემდეგ თქვენ ერთმანეთს მაგასურად გადაურეკავთ და ამ დეკრეტებს არაფერს თქვენ ქაღალდებათ აქცევთ. შემდეგ პრავდაში იმეჩნდება სტატია დეკრეტების შესრულების შესახებ. ხალხი კი ერთმანეთს ეჩუქურება და იცინის. ისინი კითხულობენ ჩვენ სტატიებს და ამავე დროს შესანიშნავად ერკვევიან თქვენს საქმიანობაში. სხვადასხვა ძველ საზოგადოებას ის ბოროტებაც ახასიათებდა, რომ ბეჭდით სიტყვას არაფერი ჰქონდა საერთო ცხოვრებასთან. წიგნში ყველაფერი ლამაზადაა დახატული, ირგვლივ სიცრუეა. ჩვენ ყველაფერს უნდა შეველიოთ, ოღონდ ხალხის ნდობა არ დავკარგოთ. და რაც მთავარია, სიმართლე უნდა უთხრათ ხალხს. სიმართლეთ უნდა დარჩეს, ვის სამსახურშიაც არ უნდა იყოს იგი. მხოლოდ მაშინ იქნებით უძლეველი, თუ ისტორიის ყველა გზატკეცილზე სიმართლეს ეთქვით ხალხს. და ნუ მოუნათლავთ შესრულებულად იმას, რაც ჯერ მხოლოდ ჩანაფიქრშია და ნუ ვიცრუეთ რაღაც ეგრეთ წოდებული ტაქტიკური მოსაზრებების გამო. ჩვენი ხალხი მთებს ააკიროებს, ყველა სატანჯოს დაუძლებს თუ სიმართლე წოდინება. ტელეფონზე გთხოვენ პირდაპირ ხაზი. რიგა. მაბატონო, ალექსანდრ დიმიტრიჩი, თქვენ. ალექსანდრ დიმიტრიჩი. კაცრად განისაზღვროს პროდუქციის რაოდენობა სახალხო კომისარიატისათვის მიუხედავად მათი თანამშრომელთა რისხვისა. რამდენი კაციც უნდათ იმდენი აიყვანოთ, პროდუქტი განსაზღვრული ექნებათ. შტატები უნდა შემცირდეს, სხვანაირად არაფერი გამოვა. კარგია. თქვენ დარჩით. აი თქვენ შესანიშნავად გამოიჩინეთ თავი რევოლუციის უმძიმეს დღეებში. ახლა კი ბიუროკრატებს აფარებთ ხალხს. აი შეხედეთ რას წერენ საზღვარგარეთიდან. თქვენ ან სამუდამოდ გაიმარჯვებთ მთელ მსოფლიოში, ან დამარცხების შემთხვევაში სამუდამოდ დაასამარებთ ბოლშევიზმის იდეას. გესმით თუ არა რამხელა განსაცდელის წინაშე ვიმყოფებით? მე ხომ გითხარით ეს განგებ არ გაკეთებ? ჩვენ ყველაზე იოლი ამოცანის შესრულება მოგვიხდა, ჩვენ დავიწყეთ. თქვენმა თაობამდე უნდა ააშენოს. ეს კი გაცილებით უფრო ძნელია. თუ თქვენ წარმატებას ვერ მიაღწიეთ, მაშინ ისტორია ჩვენს მოღვაწეობასაც ეჭვლის ქვეშ დააყენებს. დამიხსენით! ამიხსენით რატომ გიგვირთ? თუ გვინდა რომ სუფთა და გონიერი ხალები გქონდეთ, მე ყველაფერს რა მოხდა? ცივი წყალია. რა წყალი, ნატაშა? თქვენ ხომ თხოვეთ ცივი წყალი მომიტანით და თავზე დამასხითო. ბიუს, ნატაშა, ბიუს, თიხა აშენება და ბიუს დაასხეთ. აპატიეთ. თქვენ ისე მითხარით, რომ დამნაშავე ვარ, ნატაშა, დამნაშავე, მაგრამ მე მაინც თუ დამასხოთ, ბიუს დაასხეთ. რა არის ეს? ვლადიმერ ილიჩი, ნატაშა, კალი ნატაშა. რა მოგივიდეთ, ვლადიმერ ილიჩი? გამომართვით. რა მოგივიდეთ? ექიმს დაუძახებ. რსეჩი. უკეთხარ. უკეთ, ნატაშა, უკეთ. ვლადიმერ ილიჩი, თქვენ უნდა წახვიდეთ ერთი თვით. დაისვენოთ. საერთოდ არ უნდა იფიქროთ პოლიტიკაზე. სამწუხაროდ, მე ჩემ თავს აღარ ვეკუთვნი, ნატაშა.
მართლა, ნატაშა. როგორია ის კალი მოსკოვის საბჭოთა? საპოჟნიკოვა. დიახ, უთხარით მოვიდეს. საღამოს 8 საათზე. საღამოს 8 საათზე თქვენ უნდა გაისეირნოთ. ხვალ, ნატაშა. მე მაინც ვინმე შევატყობინე. ნატაშა! არ არის საჭირო. თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. თუ შეიძლება. ამის შესახებ ნურავის ნურაფერს ეკვით. მაგრამ სწორი იქნება. სწორი, ნატაშა. პირობას მაძლევთ? დიახ. გმადლობთ. იცით? მე ყველაფერს მივხვდი. ვერავინ. თელს ქვეყანაზე თავზე ლაფს ვერ დაასხავს კომუნისტს. თუ თვითონ კომუნისტებმა არ დაისხეს. ვერავინ თელს ქვეყანაზე ხელს ვერ შეუშლის კომუნიზმის გამარჯვებას. თუ თვითონ კომუნისტებმა არ შეუშალეს. Patrikaius. Документы 20-го года. Отрекаюсь от накапливания личных богатств, денег и вещей. Считаю позором азартную игру, пьянку, торговлю. Считаю недопустимым делить людей по религии, языку, национальности. Я пощажу лишь того, кто обманут и увлечен по темноте врагами, и прощу и забуду старые преступления тех, кто искренне раскаялся и перешел из стана врагов к нам. Если же я отступлю от своих обещаний сознательно, корысти или выгоды ради, то буду отверженным и презренным предателем. Это значит, что я лгал себе, лгал товарищам, лгал своей совести и недостоин звания человека.
თან საღამოს მივიდა. ქალები სუფრას უსხდნენ. მაშინვე მიიპატიჟეს სტუმარი. კლარა ცეტკინს-კრუპსკაია 5 წელი არ ენახა. სნეულებას, რომელიც წლების მანძილზე არ ივიწყებდა, სტანჯავდა, დაეღარა მისი სახე. კრუპსკაიას ლენინთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა. საერთო აზრები, მიზნები. იგი განათლების სახალხო კომისარიატში მუშაობდა, მაგრამ ძალღონეს არ იშურებდა, რათა ქმარს მზრუნველობა და ოჯახური სითბო არ მოჰკლებოდა. ამაში მას ვლადიმერ ილიჩის და მარიაც ეხმარებოდა. იგი გაზეთ „პრავდის“ პასუხისმგებელი მდივანი იყო. Guten Abend, meine liebe Clara. Guten Abend, Genosse Lenin. აბა რითი გაგიმასპინძუდნენ ჩვენი მანდილოსნები? იქნებ რაიმე გვაქვს ჩვენი სტუმრის საკადრისი. რა გძანებთ, გმადლობ. იცით, მურაბა მქონდა კარადაში და აღარა. ნუ შეწუხდებით. მურაბა? როგორ მურაბა ხომ გვაქვს? არა? როგორ? ერთი სუთი. აი მურაბა, იცით? ლარა. აი ეს მურაბა ერთი ფლისი მოიპარე კარადიდან დათმალა. მაგრამ როგორც ხედავ, სტუნებას არ ავყევი. და არ შევჭამე და კიდევ კარგი თორემ რითი გაგიმასპინძულდებოდი. Genosse Lenin. მე მეგონა უფრო მაღალ მატერიებზე ფიქრობდით. როგორ გეკადრებათ კლარა, ხანდახან დაბლაც ვეშვები ხოლმე. ჯერ ეს თქვენ გასიჯეთ, ნახეთ რა გემრიელია, იცით, დედაჩემი ზუსტად ასეთ მურაბას აკეთებდა ხოლმე. მე თქვენ ძლიერი, ჰარმონიული ადამიანი მეგონე და თურმე ნუიტყვი. თქვენს წინააღმდეგობებით ახსავსე გაორებული კაცი ყოფილხარ. იცით რა კლარა, ეს მითია. მითი. სინამდვილეში მე წინააღმდეგობებით ახსავსე კაცი ვარ. ჩემს მკერდში ორი სული ებრძვის ერთმანეთს. თითქოს გოეთეს ეს ჩემზე ეთქვა. წინააღმდეგობებით დაფლეთილი კაცი ვარ. აი მაგალითად რასაკეთებ? მარიამ სვეტები მოიტანა გაზეთიდან. შენი 50 წელია ხელი. ეხლა სურათებს ვარ ჩაწერე. მარიამ, მოდიათ. მარიამ. ერთი მითხარი რა წერილებია? გამოც, რაღაც აბდაუბდა. არც მას იასაფრა. შეხედე. დიდი ბელადის ბიოგრაფია. ვის რაში სჭირდება ესეთი წერილები? პირდაპირ მცხვენოდა რომ მკითხულობდი. აი ეს მამა ჩემია. ჩემი ძმის დაპატიმრებამდე გარდაიცვალა და კიდევ კარგი. თორემ ვინ იცის რა მოხდებოდა. იცით, ყველამ მიგვატოვა, ყველამ დაგვტოვა. მისალმებისაც კი ეშინოდა, მეორე ტროტუარზე გადადიოდა. აი შეხედე ეს მოხუცი ნახე. აი ეს მოხუცი ყოველ საღამოს შემთან დადიოდა ხოლმე, მასწავლებელი იყო, ჭადრაკს მეთამაშებოდა. ჩემი ძმის დაპატიმრების დღეს საღამოს 7 საათიდან მე უკვე ჩვენ სასადილო ოთახში ვიჯექი და ველოდებოდი ყოველი გაფაჩვენება მისი ფეხის ხმა მეგონა, ის არ მოვიდა, არ მოვიდა. არც იმ დღეს მოვიდა, არც მეორე დღეს, არც მესამე, საერთოდ აღარ მოსულა და მაშინ ბევრ რამეს მივხვდი. მივხვდი რა ძნელია რუსეთში ცხოვრება. თუ პატიმრის ძმა ხარ ან ნათესა? მე რა წერია წერილში ამის შესახებ? არა, ეს ნაძია გადასახლებამდე. ოი, ღმერთო რა. ჩვენივრად გამოიყურები. ძალიან ცუდი ფოტო. რატომ, მამა მოიხდა? მოიცავდა, მოიხდა, გამო? აი ეს კი ჩვენი პატიმრების სახლია ციმბირში. შეხედე.
შეხედე როგორ არის აღწერილი ჩვენი გადასახლების წლები. რა? თითქოს მე და შენ ვსხედვართ და დილიდან საღამომდე მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციაზე ვლაპარაკობთ. სინამდვილეში ჩვენ სრულიად ახალ გაზრდებს, ახალ დაქორწინებულებს სიყვარულის გარდა არაფერი გვახსოვს. ბალოძია, ნუ რა უთხრა ახლა ავტორს? ბრიყვია ეგ შენი ავტორი. თავისი ახალგაზრდობა მაინც გაეხსენებინა. აი ეს დედა ჩემია. დედა უფრო ძლიერი ქალი იყო. ბევრ გაჭირვებას გაუწია. რამდენი ხანია? საფლავზე აღარ ყოფილა. ბალოძია, რა გითხრა ექიმ მოუბუხმა? ხო, მართლა რაო? არაფერი 1000 სისულელე რა მითხრა? რასაც მე გეუბნებოდი ის. მაინც რა? მითევზავე ინადიო. ბალოძია, სხვათა შორის მე იმ წუთშივე დავრეკდი, მაგრამ შინ არავინ ბრძანდებოდით, აბა ერთი მიამბეთ სად იყავით? რკინიგზელთა კრებაზე. რკინიგზელთა? ბალოძია, სულ ერთ და იქნას გაიძახენით. საკუთარი აზრი არავის არ გააჩნია. არა ერთმანეთს ის თქვა. რუსეთი უძლებელია თავის სივრცობადობის და კვადრატულობის გამო. რის გამო? სივრცობადობის და კვადრატულობის გამო. რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ეთქვა რუსეთი უძლებელია თავისი კულტურისა და განათლების გამო. ნუ დარდობთ ასე რუსეთის გაუნათლებლობას. თქვენ ბოლშევიკებს ხალხის გაუნათლებლობამ გაგიადვილათ საქმე და ამიტომაც გაიმარჯვა რევოლუციამ. ესე იგი გაუნათლებლობამ დაიფარა მუშებისა და გლეხების ტვინი ბურჟუაზიული პროპაგანდისაგან. თქვენი იდეების მარცვლები უბიწო ნიადაგზე დათესეთ და მოგეხსენებათ ასეთმა ნიადაგმა კარგი მოსავალი იცის. იცით რა, კლარა? მე თქვენ არ გეთანხმებით? კლარა. კლარა, ჩვენ გაუნათლებლობის იმედზე ვერ ვიქნებოდით, კლარა. გაუნათლებელი კაცი ხომ პოლიტიკის გარეშე დგას, კლარა. მართალია, გაუნათლებლობა როგორღაც ეგუებოდა ხელისუფლებისათვის ბრძოლას, გვეხმარებოდა ძველი სახელმწიფო აპარატის ნგრევაში, მაგრამ განა ჩვენ ვანგრევდით იმისათვის, რომ დაგვენგრია? არა. ჩვენ ვანგრევდით იმისათვის, რათა აგვეშენებინა რაღაც ახალი. უკეთეს. გაუნათლებლობა კი ჩემის აზრით, იცით, ცუდად ეგუება, არა მაპატიეთ, საერთოდ ვერ ეგუება მშენებლობის საკითხებს. ეს ჭიხია, კლარა. დღეს კი სამწუხარო ჩვენ ხატაკი ხალხი ვარ. აბსოლუტურად გაუნათლებელი. რამდენი რამე გაკეთდა. პირდაპირ რომი გამოუცხადეთ გაუნათლებლობას, რამდენი სკოლები აშენდა, ბიბლიოთეკები. ნაძა. ეს ხომ წვეთია ზღვაში, აი შენს სივრცებადობასთან და კვადრატულობასთან. დღეს ჩვენ ახალი რევოლუცია გვჭირდება, შენ გესმის ეს თუ არა? განათლების და კულტურის დასანერგავად. ამაში ჩვენ ახალგაზრდობა დაგვეხმარებთ. Документы 20-го года! არა ახალგაზრდებს იქით უნდა ასწავლო. ოღონდ კი არა, ახლა ასწავლო. ახლა როგორ ასწავლია? Дискуссия! Проблемы пола перехода от капитализма к социализму период с точки зрения молодежи красные пресни. აი რა ინტერესებს ახალგაზრდობა. Присутствуют от горздрава доктор Эпштейн, От райкома Союза молодежи Зяблика. Союзная и несоюзная женская мужская молодежь Красной Пресни. председательствующий, он же докладчик Тихонов Луговой. Вопрос о любви, тесно связанный с ним и даже вытекающий из него вопрос о половых взаимоотношениях, волнует всю молодежь нашей республики, и поэтому не к лицу нам, марксистам, уклоняться от разрешения этих вопросов с теорией улицы практикулит вас адрес.
შეგრებაში რა ხანია მომწიფთა პროტესტი ბურჟუაზიულ სქესობრივ ურთიერთობათა მიმართ. ამ სიცრუეთა ევერესტების მიმართ, რომელსაც აღმერთებდა და ახალს აღმერთებს ბურჟუაზია თავის ბუდუარებში ევერესტი უმაღლესი მწვერვალი გახლავთ. ჩვენ თავისუფალი სიყვარულის მომხრენი ვართ. არავითარი ქორწინება. მხოლოდ მაშინ იქნება ადამიანი 100% თავისუფალი თუ სქესობრივ პრობლემაზე ფიქრი არ მოასდენს მას. და ხელს არ შეუშლის ახალი სამყაროს მშენებლობაში. სულ სხვაგვარად ცხოვრობენ ბურჟუაზიული მეშანური წრის შვილები. აბერცი შეხედეთ მათ. რას გვანენ ისინი ეგრეთ წოდებული სქესობრივი მომწიფების პერიოდში. თავია თუ ვაჟი დილიდან საღამომდე წერს ლოგინში ოხრავს ხუნაშის ოცნებობს თავის სათქმოზე და სასიყვარულო ბარათებს. შევიდება თუ რა გარგის თავის განათი პაემაზე იქ საათობით ლაბარაკობს სიყვარულზე. თავის გულის სათქმო კი თვალებს უშუშურებს და დიდი ხელზე კოცნის უფლება თუ მისცეს. მაგრამ რადგანაც ეს ვაჟი 18-20 წლისა მას ეს თვალები შუშუნი და ოხრა და კვეს აღარ ყოფნის და თავხუთ მოგნეჯული გარბის სქესობრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. სად გარბის იგი? ქუჩაში კახბერთან. ჩვენს პროლეტარ მუშა ახალგაზრდას ქუჩაში კახბერთან ვერ ნახავთ. იმიტომ რომ ჩვენს პროლეტარ მუშა ახალგაზრდას თავისივე პროლეტარი მუშა ახალგაზრდა ქალი ყავს. თავისივე მუშურ პროლეტარული წრიდან. ისინი ერთად მუშაობენ. ერთად აზროვნებენ და რაც თორია დამოკიდებულებაც უბრალოდ და მარტივია. აი მაგალითად. ვაჟი აიღებს ხელფას. ნახევარს მშობლებს აძლევს. ნახევარით კი თავის მუშა პროლეტარი ახალგაზრდა ქალისთვის შექმას ყიდულობს. თქვენ დაიჭუბეს. მაშინ ეს პროლეტარი მუშა ახალგაზრდა ქალი მის მეგობარს დაუკავშირდება სქესობრივად და ეს არც ერთისათვის ტრაგედია არ იქნება. აი როგორ უპირისპირებს მარქსიზმი ცრუ ბურჟუაზიულ სქესობრივ მორალს თავის თეორიას, რომლის თანახმადაც მომავალი ეპოქის საზოგადოებისთვისაც სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ისეთივე ადვილი იქნება, როგორც წყურვილის მოკლა ერთი ჭიქაწყლით. და ის, ვინც ამ თეორიით ცხოვრობს, გვეხმარება და რეალურად გვაახლოებს სანატრელ მომავალს. სიმერე შემოგვეპარა და ამიტომ აღარ გვესმის. რა სურს თანამედროვე ახალგაზრდობას? რა აღებებს? დავბერ. მაინც ვერ განიგია ასე რატომ განის. მე პირადად ამ დისკუსიაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მოდით შევხედოთ ამ მოვლენას მარქსისტური პოზიციებიდან. სქესობრივი პრობლემების განხილვითაც შეიძლება ეზიარო ისტორიულ მატერიალიზმს. როგორ კლარა, როგორ? აბა ერთი მითხარით, როგორ უნდა მივიდეთ ისტორიულ მატერიალიზმს? მოეშვით იუმორს. მე საკმაოდ სერიოზულად მოგახსენებ. ბურჟუაზიული საზოგადოების სქესობრივ პრობლემათა მარქსისტული ანალიზი აუცილებლად მიგიყვანს თვით ბურჟუაზიული საზოგადოების მხილებამდე და იმ დასკვნამდე, რომ ეს საზოგადოება უნდა დაინგრეს. ხაბა დამიმტკიცეთ, რომ ეს აცი არა, თქვენ ჩემი მეგობარი გძანდებით, მაგრამ
ჭეშმარიტება უფრო ცუდად პასუხს. თუ სქესობრივი პრობლემების ანალიზი ჭეშმარიტად მარქსისტული არ იქნა, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მაშინ ისტორიული მატერიალიზმის ნათქვათ აი ამ პრობლემებში ხელის ფათურიღა შეგვჭირდა. იცით, მე ძალიან მომეწონა ეს მოხსენება, რომ ამას აბსოლუტურად ნათელი მოფინა, ბუნდოა, გააკურსა. მე ეს ასე გავიგე. ყოველ კავშირს, ყოველ პროლეტარს შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი სქესობრივი მისწრაფებანი. სწორედ ამიტომ სქესობრივი თავშეკავება უნდა ჩაიწეროს რეაქციულ მეშანებად. ყოველი კავშირელი ქალი, პროლეტარი, ფაბრიკის მუშა, სიხარულით უნდა დაგთანხმდეს როგორც პარტიულ და კლასობრივ თანამებრძოლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მეშანია და უღისია ატაროს კავშირელი სახელი. იცით, თუ ჩვენი ქვეყნის ქალები ამას მიხვდებიან და შეიგნებენ, ჯერა ძალიან შორტავა. ეს საკითხი მეც მაღელდებს, უფრო მეტიც. მე ჩვენთან ბერლინში სქესობრივი პრობლემების ასეთი გაშიშვლების წინააღმდეგ ისე აქტიურად გავილაშქრე, რომ მეშანადაც კი ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ალბათ ჩემზედაც ასე ფიქრობენ. დიახ, ფარისევერი და მეშანიაო, მაგრამ არაფერია. გადავიტანე. პედაგოგი. მე ახალგაზრდა მასწავლებელი ვარ და უნდა მოგახსენოთ, რომ მომხსენებელს ბევრი რამე ეშლება. დიახ, ეშლება. აქ ლაპარაკობდნენ კონკავშირებზე და მოუწოდებდნენ მათ სქესობრივი აღიარახსნილობისაგან, რადგანაც სქესობრივი აღიარახსნილობა დღევანდელი ცხოვრების საუცილებლო პირობად ითვლება. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამაში მარტო კონკავშირები არ ცდებიან, ის თამაში უფროსებიც სოდავენ. იცით, აი მე მაგათად ერთი პასუხისმგებელი მუშაკი გავიცანი. სადაც არ უნდა გაეგზავნათ სამუშაოდ, ყველგან ახალგაზრდა კოკავშირ ქალიშვილებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა ხოლმე. იცით, ჩემთანაც მოვიდა. მე სულ მეუბნები კი, მაგრამ ესე როგორ შეიძლება თქვენ ხომ კავშირი არ ახართ მეცი. მან კი იცით გამომანძღა, ასე მითქვა სქესობრივ კავშირს ობილატების თვალით უყურებოდა სულელი და მეშანი მეძახა. იცით, მე ერთი რამე მაინტერესებს. აი, როგორ უნდა მოვიქცეთ უფროსებთან, იმათთან, ვინც კავშირელი არ არის. მეც ერთი რამე მაინტერესებს. დიახ. აი მაშინ როგორ უნდა განვასხვაოთ ადამიანი მაგალითად ღორისა. ალოცა, შენ იმას მაინც ვერ უარყოფ, რომ აი ამ ახალგაზრდებს ეს საკითხი ძალიან აღელვია. სამწუხაროდ ჩვენი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი მონდომებით ეწევა ბურჟუაზიული მორალის რევიზიას სქესობრივ საკითხებში. და უნდა აღინიშნოს, რომ ლაპარაკია ჩვენი ახალგაზრდობის სანიმუშო საუკეთესო წარმომადგენლებს. სტუდენტ, აი მე გიგონია რომ კონკაციელ გოგონა და ტრეშის საქმე თლად ისე ვერ არის, როგორც ჩვენმა მოხსენებელმა დაგვიხატა. მე ერთხელ უკვე დავესწარე ამ მოხსენებას და რადგან ბუნებით პრაქტიკოსი ვარ, გადავწყვიტე პრაქტიკულად გავსწრებოდი ჩვენი ქალიშვილების შეხედულებს სქესობრივ საკითხზე. მივედი ერთ გოგონასთან, მეუბნები, ახალგაზრდა შეგნებული ხალხი ვართ მეთქი, 20 წლის, წასulis გადმონაშთებისგან თავისუფალი. შევეშვა სიყვარულობანასთამაშ და გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე მეთქი. და იცით, უარი გამოვისტუმრა, ერთმა და ორმა კი არა, არამედ ყველა კონკავშირელმა ქალმა რადიკალურად უარყო ჩემი წინადადება. ამხანაგებო, მე დარწმუნებული ვარ კონკავშირელი ქალი, რომელიც უარდება საკუთარი მოწყობილებებისაგან ჩემი კონკავშირელი ვაჟის სურვილის დაკმაყოფილებაზე. ამას იმიტომ ჩადის, რომ მას ბავშვის გაჩენის ეშინია. დიახ, ბავშვის გაჩენის. ამიტომ ჩვენ კონკავშირების შემოვდივართ განცხადებით და მოვითხოვთ ბავშვები აღზარდოს არა ოჯახმა, არამედ სახელმწიფომ. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ნებათა დაკმაყოფილების ახალ-ახალი ფორმების ძიება შესაძლოა საბოლოოდ თვითმიზნად იქცეს. სწორედ ამიტომ მოიგონეს ჭიქაწყლის თეორია, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდობა ჭკუიდან შეშალა. რამდენი ჭაბუკი და ქალიშვილი იმსხვერპლეს. ვიღაც ნაძირალამ ამ თეორიას მარქსისტული უწოდა. ეს მარქსიზმი კი არა, საროსკიპოა მარქსიზმის დროშას ამოფარებული. მაგრამ წამიერი კავშირი და ვნება ისევე როგორც ცოლქმრობა
შეიძლება ამაღლებულიც იყოს და უზნეოც. Володя, приготовь. გისმენ მაინც რა ზუსტად დაახასიათა ჯონ რიდმა. არაჩვეულებრივი ბელადი, რომელიც ხალხმა ძირითადად ინტელექტის გამოიწამა. პოლონეთის ზავის ახალ პირობებს გვთავაზობს. რა პირობებია? უმძიმესი ჩვენთვის სასიკეთო პოლონეთისთვის. მერე რა გადაწყვიტეთ? ცეკა გადაწყვეტს. ცეკა გადაწყვეტს. ცეკა არ დათანხმდება ზავის ასეთ პირობებზე. ომის გაგრძელება შეგვიძლია. ამ ზამთარს როგორმე გავაკეთებ. კი, მაგრამ ვრანგელი საშინაო პოლიტიკა და რაც მთავარია გვაქვს თუ არა უფლება ასე გავიმატოთ ჩვენი ხალხი. გვაქვს. შიმშილი ტანჯვა წამება. გვაქვს. რუსეთმა იმდენი გადაიტანა 1914 წლიდან ერთი მშვიდობიანი დღეც არ ჰქონია. არა. ომის გაგრძელებაზე ფიქრიც კი მზარა. არ გახსოვთ? გამომელაპარაკეთ ხიზეც. ისმენ. ვლადიმერ ილიჩ, აქ რაღაც გაუგებრობა. ისმენ. არსალია. მე ოქტომბრის მონაწილეს. მე ბოლშევიკს. მე მასები ნიშნობენ. ისმენ. მე მოსკოვის საბჭოში მუშაობ. ერთი გრაფის განცხადება გამომცეს. რეჩიხინია გვარად. უსამართლოდ დამარცხეს ცხენიო. მე განცხადებას წავაწერი 1000 საჭირბო როტოს საქმე გვაქვს და ესეთი წვრილმანისთვის აკცალია მეთქი. კი, მაგრამ როგორ მოგივიდათ ეს? აბასეთ სისულელეზე დროს მინდა ხარჯავს ბევრი საქმე გვაქვს. და წარმოიდგინეთ, უგულო ჩინოვნიკად გამომაცხადეს, საქმე შემიდგინეს და 36 საათით მიდიებენ პატიმრობაში აყვანას. კი, მაგრამ რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება? კი, მაგრამ რა არის ამაში გაუგებარი? თხოვთ, მაშინ არ გიხსნით. ჩვენ დიდი ქարտახილების დროში ვცხოვრობთ. ვამზადებთ მსოფლიო რევოლუციას. ვებრძვით შიმშილს. ჩვენს ხალხთა მილიონთა ბედნიერება. ჩვენი ქვეყანა მტრების ალყაში იმყოფება. აქ ამბოხება, იქ აჯანყება. წითელი არმიისათვის სისხლის ფასად შოულობთ პულს, იარაღს, ცხენებს. დაუშვა და შეცდით. და ამ გლეხს უსამართლოდ წავართვით ცხენი.
ვინც ის გრესწორდა მერტმა ცხენმა მოგვიტანა გამარჯვება. აი გამარჯვება მილიონები იხსნა ცარიზმის უღერისაგან. დიდი ამბავი ცხენი წაართვეს. უცხენოდ დაიღუპა, მოკვდა, რა? რომ მომკვდარიყო. რა უკუთვერე? ისტორიული თვალსაზრისით ესეთი მსხვილი გამართლებულია. ერთი ეს მითხარით. რა მისცა ჩვენმა რევოლუციამ გლეხობას? მიწა. მერე? რა მერე? მერე მიწას დამუშავება უნდა, ხომასია? ასეა. თუ გაქვს მიწა და გყავს ცხენი, ყველაფერი რიგზია, მაგრამ თუ ცხენიც აგარდეს, მაშინ რა უნდა? ან უნდა თვითონ შეება უღელში, ან თუ ხონი არ გევჩის, კარდაკარ უნდა იწანწალო სამართლო. ასე რომ, აი როგორც თქვენ ბრძანებთ თქვენთვის და საბჭოთა ხელისუფლებისათვის რეჩიხინის ცხენის ამბავი წვრილმანია, მაგრამ აი მისთვის კი სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. ვლადიმერ ილიჩ, თქვენ გლეხობის ინტერესებიდან გამოდიხართ. აი სახელმწიფოს კი თავისი ინტერესები აქვს. აი ახლა რაც შეეხება მსხვერპლს. სამწუხაროდ ეს ის საფასურია, რომელიც ხალხმა უნდა გაიღოს თავისუფლებისათვის. მაგრამ მსხვერპლი, რომელიც მოყვება ჩვენს უტვინობას, გაუნათლებლობას, ბიუროკრატიზმს, არასოდეს არ იქნება გამართლებული. როცა ფიქრობ მილიონებზე, ვიღაც გრეჩიხინის დავიწყება შეიძლება. კი, მაგრამ ეს აბსტრაქტული მილიონი ხომ კონკრეტული გრეჩიხინებისაგან შედგება, მათი ოჯახებისაგან, მათი შვილებისაგან, მათ ჭამა უნდათ არსებობა, ამაზე იგი ფიქრიათ თუ არა? და თუ თქვენი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისი არ გაითვალისწინებს ხალხის უბრალო პროზაულ მოთხოვნილებებს, რა შეჭირდებათ მათ ასეთი სახელმწიფო? თუ ესეც რომ ჩაუკავით არაფერი გამოგვია შორს ვერ წავალ. თქვენს სამუშაო მაგიდასთან ამხანაგო საპოჩნიკოვა, რამდენადაც მე ვიცი მილიონების ბედი არ წყვეტ. თქვენ დავალებული გაქვთ იზრუნოთ კონკრეტულ ადამიანებზე, მათ ბედი ღვალს. არავის დაუვალებია თქვენთვის მოამრავლოთ საბჭოთა ხელისუფლების მტრები. ვლადიმერ ილიჩ, ასე რატომ ელაპარაკეთ? თუ რატომ აყენებთ შეურაცხყოფა? იცით რა? ერთი სუთით. ერთი სუთით. აბა ერთი წარმოიდგინეთ გრეჩიხინის მდგომარეობა, შეეცადეთ, გაუგოთ მას. ის გაუნათლებელი გლეხია და თქვენ ხართ მისთვის საბჭოთა ხელისუფლება. დიახ, სწორედ თქვენ. თუ აშიმშილებთ, დაამცირებთ, სიკვდილის პირას მიიღოთ. რა შეჭირდება მას ასეთ სახელმწიფო, რატომ უნდა მიემხროს მას? პირიქით, ვალდებულიც კი არა, ჩვენი მტერი გაქვთ. გლეხს, რამდენიც არ უნდა აჭამო, მაინც თხისკენ უჭირავს თვალი. თუ გლეხს საბჭოთა ხელისუფლება ადამიანურ პირობებს შეუქმნის, ის არასოდეს თხისკენ არ გაიხედავს. და თუ ასეთ პირობებს ვერ შევქმნით, მაშინ გლეხები კი არა, ყველანი გაგვექცევია. რა ქვიათ? შურა? შურა. ალექსანდრა წიხანოვნა. ძვირფასო შურა. ალექსანდრა წიხანოვნა. ხომ არ გეჩვენებათ, რომ თქვენ ბიუროკრატი გზანდებით? ნამდვილი ბიუროკრატი. დიახ, ცოცხალი ჯანმრთელი ბიუროკრატი. ვლადიმერ ილიჩ, მე მოსკოვის საბჭოს წევრი და ბიუროკრატი. აბა თქვენი საზრით რა არის ბიუროკრატიზმი? დიდაკის სასაცილოა ესეთ რამეს რომ ეკითხა. რატომ? იმიტომ რომ სწორედ აი ამ თემაზე ვკითხულობ ლექციებს. რას? ბიუროკრატიზმზე ვკითხულობ ლექციას. საინტერესოა. აბა იქით როგორ კითხულობ? ერთი ორი სიტყვა. სიამოვნე. ბიუროკრატიზმი დავამხეთ. მაგრამ ბიუროკრატები მაინც დარჩნენ. მოიკალათ ეს საბჭოთა დაწესებულებებში და ცდილობენ დაამკვიდრონ კანცელარული ატმოსფერო, უხაირათობა, უწესრიგობა. საბჭოთა ხელისუფლება ფიქრობს, რომ მხოლოდ ფართო მასების მოზიდვით გახდება შესაძლებელი. უკაცრავად, მაპატიეთ, აი ციტატა ზუსტია? ვლადიმერ ილიჩ, მე თქვენს აზრებს, ნაშრომებს ზეპირად ვსწავლობ. დიდებული მეხსიერება ქონიათ. ახალგაზრდა ვარ. იცით რა, უკაცრავად, ერთი სუთი.
თუ შეიძლება ერთ შეკითხვაზე მოგასვე. აი რა არის კომუნიზმი? ვლადიმერ ილიჩ, კომუნიზმი ეს არის საბჭოთა ხელისუფლება პლუს დამთავროთ, დასაგებია საბჭოთა ხელისუფლება პლუს ელექტროფიკაცია. მეგეკითხებით, რა არის საბჭოთა ხელისუფლება? როგორ თუ რა არის? ჩვენა ვართ. ჯერ იყვნენ მეფეები, მემამულეები, კაპიტალისტები. ახლა ჩვენა ვართ. ვინ ჩვენ მაპატიეთ? ბოლშევიკები. ჯერ თქვენ, მერე კალინინი, აი უფრო ქვემოთ კი ჩვენა ვართ სახელმწიფო აპარატი, მერე ხალხი მასები. თქვენ სიტყვებს იზეპირებთ, აზრს კი ვერ ხვდებით. იქ ნათქვამია რა არის საბჭოთა ხელისუფლება. ლაპარაკია სახელმწიფო მართვა გამგეობაში ხალხის მონაწილეობის შესახებ. ხალხის და არა ისეთი ჩინოვნიკების, როგორც თქვენ ბრძანდებით. საბჭოთა ხელისუფლება ხალხისათვის შექმნილი ხელისუფლება კი არ არის. არამედ თავად ხალხის ხელისუფლება გასაგებია? არ ვიცი, უნდა ვიფიქრო. და ამიტომ ჩვენ არასოდეს უღალატებთ ჩვენს ლოზუნგს, ყოველ მზარეულ ქალს უნდა შეეძლოს სახელმწიფოს მართვა. უნდა ისწავლოს, რათა შეძლოს სახელმწიფოს მართვა. მე გიმეორებ, უნდა ისწავლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მზარეული ქალი სახელმწიფოს უხელმძღვანელებს სამზარეულოს კანონები. სხვა რაცოდნე ექნება ფურასთან და ხვაბებთან მოფუსკუს ეკავს. თქვენ ეს გესმით თუ არა? ერთი ეს სითხარი. რა არის ელექტროფიკაცია? ვლადიმერ ილიჩ, თქვენ ისე მელაპარაკებით როგორც ბავშვს. არა, მე თქვენ გეკითხებთ რა არის ელექტროფიკაცია? ეს ხო ცხადზე ცხადია, ნათურები, ქარხნები რა ელექტროფიკაციაში იგულისხმება კულტურის განვითარების უმაღლესი დონე. კულტურის საძირკველს კი წარმოადგენს საყოველთაო განათლება. ბიუროკრატიზმი ცდილობს ხელი შეგვიშალოს ამ საქმეში. ბიუროკრატი გარს იკრებს უწიგნუხთა ფართომასებს, მათზე ჭკვიანი რომ გამოჩნდეს და ლაღად იჯდეს სავარძელს. ბიუროკრატი მუდამ იქნება ჭეშმარიტი კულტურის, ინტელიგენტურობის მოწინააღმდეგე. მხოლოდ და მხოლოდ კულტურაა გადამწყვეტი ფაქტორი ბიუროკრატიზმის სრული განადგურების საქმეში. აი თქვენ ეს გესმით? ფიქრის დრო გექნება. პატიმრობაში ალბათ იმასაც მიხვდებით, თუ რა დანაშაული ჩაიდინეთ. 36 საათი დიდი დროა. ელემენტარული განათლება რომ არ აქვს. ამიტომაც პოლიტგანათლების წრეში დავდივარ. რა საკეთებთ იქ? კომუნიზმის ამბას ვეუფლებით. როგორ ეუფლებით? გაზეთებს და ბროშურებს კითხულობ, ლოზუნგებს რვეუში ვიწარ და მერეზე პირად ვსწავლობ. არა. ასე კომუნიზმს ვერასოდეს ვერ ავაშენებთ. მარტო კომუნისტური წიგნებისა და ბროშურების კითხვით შორს ვერ ვკლავა. მაგრამ მე ხა იცით რაზე ვფიქრობ? იმაზე ვფიქრობ, ყველაზე დიდი საშინელება ის იქნება, თუ აი ამ ახალგაზრდობა მომავალში ლოზუნგებით დაიწყო ფიქრი და აზროვნება. მაშინ ისწავლების შემდეგ ჩვენი ახალგაზრდები თავს კომუნისტებად მიიჩნევენ და ეს ყველაზე დიდი საფრთხე იქნება, რაც ხელს შეუშლის კომუნიზმის გამარჯვებას ჩვენს ქვეყანაში. ყველაზე დიდი საშინელება ის იქნება, რომ
გაივლის წლები და მარქსიზმის დამახინჯებას ზოგიერთები მარქსიზმად მიიჩნევენ. დღეს კი რამდენადაც თქვენ ხელის შემშლელი ობიექტი ბრძანდებით საბჭოთა ხელისუფლებისათვის, ხორცს მეტი ხართ ჩვენი ცხოვრებისა. მიზანშეტყვნილად მივიჩნევ თქვენს იზოლირებას საბჭოთა ხელისუფლებისაგან. დღეს შეიძლება ხორცს მეტი ვარ, მაგრამ ხვალ ლუნაჩარსკის დამაკავშირეთ. ანატოლი ვასილიჩ, ძვირფასო, კრასინის 100,000 ფანქრების ფაბრიკა უნდა შევიზინოთ უცხოეთში. აუცილებლად. გვაგოთ. ჩვენ გაუნათლებელი ხალხი ვართ. მერხებს უნდა მიუსხდეთ, მილიონობით ფანქარი გჭირდება. სამდე მართალი იყო მარქსი. უვიცობა დემონური ძალა, რომელიც კიდევ მრავალი ტრაგედიის მიზეზი გახდება. ნატაშა, მე თქვენ ამ დილით ვლადიმერი თხოვეთ გაგეგოთ ერთი გაგიგე. მაგრამ არ გითხარი. ვიცოდი გეწყინებული. რა მოკვდა? Вот и оборвалась на самой высокой ноте. Жизненная песня Алексея Ленькова. Его любимыми словами, его жизненным кредо была фраза Александра Ульянова, сказанная им на процессе народовольцев. Среди русского народа всегда найдется десяток людей, которые настолько горячо чувствуют несчастье своей родины, что для них не составляет жертвы умереть за свое дело. Так поклянемся же, товарищи, светлой памятью нашего Алексея превратить в действительность его лучистую мечту. Мы тебя никогда не забудем.